კარგი ამით ვინა დავიწყო მოკლედ. ჯერ ერთი რომ რა თქმა უნდა ისევ საოცარი სტუმარი ყავს და ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცადეთ ჩვენთვის და თავარი ამბავი ჩვენთვის დღეს ის არის რომ წარადგინე სტუმარი რომ მოიცალა და კარგი სტუმარი რომ ყავს კარგი ვიტყვი. ქართველი ავტორი მსახიობი და ტელეწამყვანი და რაც თავარია ლილიანას და პაოლოს მამიკო. ალექსანდრე სანდრო რომელი თქვა ხოლმე როგორც გაგიხარდეთ ნებისმიერი ალიკას გარდა. ჩემი ყველაზე საყვარელი სახელი არის სანდრო და თუ შეიძლება მაშინ მოგმართავთ სანდრო. დიდი სიამოვნებით. ჩემს უფროს ვაჟსაც სანდრო ქვია. და მეც ესე ახლობლურად სანდროს მეძახიან ხო. ხო და რაც შეეხება სასიხარულო ამბავს თქვენც გაგიხარდებათ ალბათ. ლადო მამების დროს გარდა კიდე ძალიან კარგ ამბავში მოღვაწეობს, არ მიყვარს ეს სიტყვა და მუშაობს ტაეკვონდოს ფედერაციაში და ტაეკვონდოს ევროპის ფედერაციის მედიის მოდი გამახსენე ევროპის მედია კომიტეტის წევრად არის ეს და ამას გონგი უნდა მარტო იმიტომ არა რომ ჩემი მეგობარია ძალიან მაგარი მიღწევა, ძალიან მაგარი ამბავია და მინდა რომ უფრო მაგარი ამბები გავიგო შენგან ჩემო ლადო. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა რომ საჯაროდაც რა მოგეკადრება შეკაცო. კაი ამბავია ზოგადად ჩვენი ფედერაციისთვის და ქართული ტაეკვონდოსთვის, იმიტომ რომ ქართველი რაც მეტი ვიქნებით. გასაკვირველი მასშტაბით ტაეკვონდოს ამბავში უფრო კარგი. მით უმეტეს შედეგებიც ისეთია ძალიან კარგი და დაიპყარით ისინი რა ქვია. მწვერვალები ტაეკვონდოს. უზარმაზარი მადლობა. ძალიან მაგარია. ახლა კი გავაგრძელოთ. ჩემთვის გვიანია ტაეკვონდოს დაწყება? არა. ტაეკვონდოს დაწყება ყოველთვის დროულია. ყოველთვის დროულია, კი. აუ, ჩემი შვილი 11 წლის არის გიო შევიყვანე ძიუდოზე, ხო, ორი კვირა ალექსი დავითაშვილთან და ძალიან ბედნიერი ვარ, რა გამოვა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ მიეჩვევა იმ რეჟიმს და ვარჯიშს და იმას, ეგ ძალიან მახარია. ზუსტად ანალოგიური იყო, ნენეჯერ ტანვარჯიშის სტადიონი და რეჟიმს მიჩვეული იყო და ეხლა დაიწყო ტაეკვონდო. ორი ტურნირი უკვე ქონდა და მოწამლულია, რასაც ქვია. მართლა? აი, გადარეულია. დღეს არის მამაჩემის დაბადების დღე 70 წელს ხდება. ვეხვეწე რომ სურამში, მადლობა, სურამში წამოდი მეთქი და ვარჯიშს ვერ გავაცდები. ვაუ. ეგ გოგი ბაბუმ გაიგოს რო ვარჯიშს არ. ხო და გაორებული ვარ, თან გული წყდება რომ არ მოდის და თან მიხარია რომ ვარჯიშს არ აცდებს. სხვათა შორის სუმინდო და ლილის კარატეზე შეყვანა და ეხა ტაეკვონდოზე ვიფიქრე. მართლა თან ოლიმპიური სახეობა. ხო და ძალიან მაგარია, ძალიან ეფექტური სახეობა. კი. თუ დადიოდი თქვენ ამ სპორტზე ბავშვობა? კი, მე ცურვით დავიწყე და წყალბურთს თამაშობდი ესე ხმა მაგალითად თქვა მე ბავშვთა დონეზე, მაგრამ ბავშვთა დონეზე თამაშობდი, ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მოკლედ ჩემი ასე ვთქვათ, ცხოვრება სპორტთან დაკავშირებით მრავალგზის დაუკავშირდა დინამოს. ჯერ წყალბურთის გუნდ დინამოში ვიყავი, მერე ვიყავი დინამოს ფან-კლუბში საფეხბურთო გუნდის და მერე რასადროდისში ჩემ გუნდსაც ქვია დინამო. და ხო, ანუ ესეთი კალათბურთის გუნდი დინამო არ არსებობს, თორე რაღაცა კავშირი ექნებოდა მაგით. ნუ ძველ დინამოს შედადიოდი რა ბეზას? ირონიით რა თუ ორი ხვირავი არის კარატეზე, მე ყბა მომტეხეს და მე ფეხბურთზე აღარ გავუკარები ვარ სპორტს. ფეხბურთზე დავდიოდი, ოღონდ თამაში იწყეოდა და სრულდებოდა ის რომ ბურთს ვერ ვიკრე. კარატეზე 2 საათი მაქვს ნასიარულები. წყალი მწყუროდა და მწვრთნელო მითხრა სანამ ვარჯიში არ დამთავრდება არაო და რო გამოვედით მეოთხარი ეს ვინ არის მეთქი რომ წყალს არ ვასვევს და აღარ გავაგზე. ჩემი ფეხი აღარ იქნება მეთქი მეც ეგრე აიო გამიქანა წიხლი. და რასელოდი. რაღაცა კულტურული კარი. შემაჩვიეთ ეს გამარჯვების თქმა. წავედი ფორტოპიანოზე ვიარ 7 წელი. ხო, ცოტა თავაზიან კარატეს ელოდა. წიხლი თუ შეიძლება. ხო. იმაში რა გახსოვს ფეულაში რო წაიქცევა წამოაყო. კი, ესე და რაღაცა და ახლა უნდა მოგიქნიოთ. გადავიდეთ ახლა მამობაზეც. ბოშებს. მოდი მაშინ ასე ვიკითხავ თუ შეიძლება ლილიანა და პაოლო თუ დადიან რამე სპორტის სახეობაზე თუ გაქვთ მაგის დრო. ლილი დადის ცურვაზე, ასევე ჩვენ საერთოდ ძალიან ესეთი წყალბურთის ოჯახი ვართ, მამაჩემი თავის დროის მოთამაშე მწვრთნელი არა ერთგზის რაღაც ჩემი ძმაც ასევე თამაშობდა და ლილიც დადის ცურვაზე. და პაო 4 წლის არის, ჯერ არაფერზე, მაგრამ უკვე დაჯავშნული მაქვს ადგილი რომ ფეხბურთზე უნდა შევიყვანო. ხო, და აი 5-ის გახდება თუ არა სექტემბერში შემყავს.
უნდა ძალიან უყვარს ყოველდღე იმ დღეს მკითხა ძალიან მაგარი რაღაცა რა მოკლედ ამ ფეხბურთს უყურებს ბურთს თამაშობს რაღაცა და ამბობს რომ ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო და იმ დღეს მეუბნება რომ მამა აი მე ხო ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო და კი მეთქი და მანამდეო სხვა რაღაც მინდაო რა გინდა მეთქი და მანამდე მინდა რომ ბავშვი გამოვიდეო და მეთქი ეგ რას გულისხმობს შილო ბავშვი ხო ხარ მეთქი ისედაც არა ვერ გამიგეო აი თამაშს არ უნდა იწყებო ფეხბურთელებს რომ ბავშვები რომ გამოდიანო ზუსტად ეგ ბავშვი მინდა რომ გამოვიდეო ზუსტად ანალოგიური უნდა და ნისიმეს ფეხბურთელის ბავშვობა მინდა გამოვიდეო და ვერ მივხვდი და აი ხელით რომ მოყავ ხელით რომ ბავშვი რომ გამოდის ეგ ბავშვი მინდა გამოვიდეო აუ ეგ მაგარი რამეა კი აუ ნუ იმაზე ვთანხმდებით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენ შვილებს უნდა მივაჩვიოთ პატარაობიდანვე აპრიორი ძალიან შეიძლება მართლა დიდი სპორტსმენი ვერ გახდეს ბავშვი მაგრამ აი რეჟიმი დისციპლინა პატივისცემა რაც სპორტში არის ძალიან მაღალ დონეზე მაგას ისწავლის და აუცილებელია რა და ფიზიკური კულტურა აი რაც ახლა ფიზკულტურას არც ვეძახდი ძალიან კაი სახელია ეგ ძალიან რა ფიზიკური კულტურა იმიტომ რომ ანუ ეს არ არის სპორტს სულ რომც არ გააყვეს არც გამოვიდეს უნიჭო იყოს თქვა და რაღაცა სხეული სულისა და გონების პარალელურად უნდა განვითარდეს. და კიდე რას ვფიქრობ ვიცით, თქო არ გამიბრაზდით არ ვიცი. ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მე რაღაც ცუდ შედეგებს გამოიღებს ხოლმე. მე თვითონ ეს ვნახეთ, რომ საკმაოდ ისეთი ცუდი არ ვიცი, რთული ბავშვები არიან, რომელსაც შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ, დაჩაგრონ, გალახონ და ასისხლიანონ თანატოლები რაღაც სისულელეების გამო და რაც უფრო ნაკლები დრო ექნებათ, ალბათ მაგისთვისაც ვეღარ მოიცლიან ცუდი ამბებისთვის რა. ხო, ეგ ბოლო დროს გააქტუალურებული ამბები ეს რაღაც ხო, აი ეხლა ხანსაც გავცელდა მეგონი თანატოლების, ხო, ანუ მოკლედ რაღაც პერიოდი მეგონა რომ ეს ბულინგის სკოლებში ცოტა უფრო მეც მქონდა იმედი, მაგრამ არა და კი, ბევრი ფაქტორია მაგაში და მეც მგონია რომ სწორთნელი სწორი დისციპლინის პირობებში ადამიანში აკუმულირებული რაღაცა ეს ენერგია თუ აგრესია თუნდაც რომელიც შეიძლება ქონდეს სწორად უნდა წარიმართოს რა. სანდრო, მიშო არის ორი ბიჭის მამა. მე ვარ ორი გოგოს მამა. ანუ განსხვავებული სქესის მამობა არ ვიცით. შენ ბიჭი და გოგო ხარ მე. შენ ბიჭი და გოგო ხარ. როგორია გოგოს მამობა და ბიჭის მამობა? ძალიან შეიძლება ხომ მე ცუდი შედარება მოვიყვანო, მაგრამ აი კატა და ძაღლი რო ყავთ ხო ოჯახებში. მე მსმენ ესე ცოტა ხანი მყოლია, მაგრამ დიდი ხნით არა, მაგრამ მსმენია რომ მოკლედ კატა არის ბატონი და თვითონ ითხოვს ყველაფერს ყურადღებას და ასე შემდეგ, მაგრამ თან ძალიან ისე გეფერება და გელაკუცება და ძაღლი არის ერთგული მეგობარი და აი დაახლოებით ეგეთი განსხვავება არის ჩემ შემთხვევაში. ოღონდ პირიქით, ანუ ნუ პირიქით რა, მოკლედ ლილი არის პირველი ბავშვია და მაქედან გამომდინარეც ალბათ პირველ ბავშვებს რაღაცა პასუხისმგებლობები მეტი უჩნდებათ ხოლმე მეორეს მიმართ და ესეთი სტერეოტიპი არსებობს რომ მეორე უფრო ისეათია გათამამებული და თავისუფალი და რაღაცა და პირველს ეს უფროსი დედმამიშვილობის შეგრძნება აქვს და ამიტომ ლილი არის ძალიან ესეთი ჭკვიანი დამჯერი რაღაცა ჩემზე მოკრობილი და ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. რამდენი წლის არის სანდრო? ლილი რუის. ხო. პაოც არ არის ხულიგანი, ძალიან ისეთია, კეთილი, ჭკვიანი რაღაცა, მაგრამ თავისი ამბები აქვს რა და ამ ამბებს კარგად იყენებს. კარგად იყენებს და როცა უნდა როგორ ეს უნდა გაითვალისწინო, ისე არ გამოვა რა. და უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ლილიმაც მათ შორის. როგორც ყველა პატარა. ხო. რაღაცა საჩიჩხინოს იპოვის ყველა ვარიანტი. აი ჩემ შემთხვევაში ჩემ ოჯახში აი ნისიმე აი ის უბრხავს ნენეს სანამ არ მოუშლის ნერვებს და მე რატომ იბრაზდება? კი. ეგ აბსოლუტურად კი. ეგ უფრო ასაკობრივი ალბათ ვიდრე გენდერული რაღაც. ხო რა, ხო, აი უფროს უმცროსის ამბებია მანდ მე მგონი. გასაგებია. აი ეს ვიდეოები როა ხოლმე რაღაც რო ეტყვის მეუღლე მამა გახდებიო და რაღაც სასწაული რეაქციები რო აქვს ხოლმე. ჩემი თავი რომ ახსენდება ზოგჯერ უბრაზდები, იმიტომ რომ რეაქცია ვერ გამოვხატე მარიკამ რომ მითხრა რომ მამა გახდებიო რა. თქვენთან როგორ იყო გამბავი, როგორ გითხრათ მეუღლემ რომ მამა გახდებიო და აი რა მოხდა რა რეაქცია ქონდათ? გააცნობიერეთ რა. ძალიან მესმის ეგ, იმიტომ რომ ანუ პირველად როცა
გავიგე, ანუ როცა ლილიანა იბადებოდა, 2 იანვარი იყო. სიცხე მქონდა რაღაც 39-დან 40-მდე, 2017 წელი იყო და არ ვიცი რაღაც ცუდად გავხდი წინა დღეებში, გავცირდი და რაღაც მაღალი სიცხე მაქვს და აი ესე ცოტა რაღაც ნორმალურად ვერ ვარჩევ ცხადს და სიზმარს და ანი შემოდის და მეუბნება, აი ძალიან აი როგორ დონეზე, იცი რომ აი რავი, ეწყალი ხო არ გინდა, აი ამ ესე ძალიან ჩვეულებრივი იმითი რომ სანდრო რაღაც რავი ტესტი გავიკეთე და ორსულად ვარ. და მე ჯერ ვერ ანუ რაღაც ის სეტაპი ხო ჭირდება ამ ყველაფერს რაღაც ხო უნდა მოყვეს რომ ეგრევე გაიაზრა და ვერ ხვდები რა რაღაც ხო არ მომესმა, სხვა რაღაც ხო არ მითხრა. სიცხეს შევნები რომ ესე არასოდეს არ წარმომედგინა ეს მომენტი. ანუ რა ხდება და ხო აი ესე გავიკე რა. მეც აბსოლუტურად არანაირი რეაქცია, იმიტომ რომ ვერ გავაცნობიერ. მეორეზე მქონდა. ხო. არა, რეაქცია მერე მქონდა. თორ დღეში უკვე რაღაცა შოკში ვიყავი. პირველი უჯრედი რომ ჩნდება ეკოსკოპიაზე და რომ გაჩვენებენ პირველი მას სურათს. აუ როგორ პირველი გულის მე არ ვიყავი პირველ ეხოზე. პირველი გულის ცემა, პირველი რაღაცა, აი მან შოკი იყო ძალიან. მაგრამ წდება გული რომ პირველ გულისცემა ვერ მოვისმენე ნენეზე. მარტო მე სამსახურის გამო ვერ წავედი და დამირეკა. იციო გულისცემა ისმოდაო და მომეშალა ნერვები რომ ვერ მოვუსმინე. აი მაშინ ასე ვთქვათ. სანდრო მამობამდე და მამობის მერე რამე სხვაობა და რა განსხვავება უბრალოდ? კი, როგორი იყო სანდრო იქამდე და მე? ვარ გეტყვით, ხო. ნიშნულოვანი წილად შეიზღუდა ჩემი თავისუფლება მამობის მერე. ეს აისახა შემოქმედებაზეც. ნუ ფაქტობრივად მამობის მერე წიგნი აღარ გამომიცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რაღაცას წერ, აი წერ, მაგრამ იმისთვის ვეღარ ვიცლი, რომ ეს ამას თავი მოუყარო, დავაორგანიზო, ანუ ეგ უკვე რაც ახლავს შემოქმედებას ცოტა რუტინული საქმე, მაგისთვის ვეღარ ვიცლი რა. ის კი ეხლა რაღაც გაივლი და ბოლო-ბოლო ხის ქვეშ გაჩერდებული ლექს ჩაიწერ, მაგრამ მე ამის რომ ყველაფერს მისცე ფორმა, მაგისთვის ხო, ვერ იცლი, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობა, დიდი შიში და ნერვიულობა, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში. მე არ ვიცი, აი უკრაინის ომი რო დაიწყო მაგალითად, ყველა კადრის ნახვაზე, სადაც ეს ისასტიკე იყო თვალსაჩინო, მივდიოდი და ბავშვებს ვეხუტებოდი. რომ ხო, აი ისეთი შიში, ღელვა, ყველაფერი არა მხოლოდ აი თითქოს აი მე ხო არის ეგეთი შეგრძნება რა მშობელი რო ხდები ყველა ბავშვი შვილია რა ყველა ბავშვი შვილია მე მაგ ხოლმე მაგალითად ეგეთი შეგრძნება უცხოეთში თუ არ ან შორს ვარ ცოტა დიდი ხანი არის კვირაზე მეთხანს ბავშვი სადღაც იცინის ტირის მგონია რომ ჩემია და უნდა რაღაცნაირად ყურადღება მივაქციო მახსოვს აი რაღაც 3 კვირა ვიყავი კემბრიჯში და რომ ბრუნდებოდი თვითმფრინავში ბავშვი ტირო და განუწყვეტლი მთელი არ ვიცი ყურებით კიო და თუ რაღაცა როგორც არის წნევაზე და აი მეთქე ხა რამე ისეთი არ გავაკეთო რომ მშობელი არ შევაშინე იმიტომ რომ მინდოდა რომ მივსულიყავი დავხმარებოდი დავემშვიდებინა რაღაც და ხო ეგ არის რაღაცა საყოველთაო პასუხისმგებლობის შეგრძნებას დავარქმევდი ალბათ არა მხოლოდ ინდივიდუალურს არამედ აი საყოველთაოს გაიზარდა მაგრამ ეს სირთულეების მეორე მხარე, მედლის მეორე მხარე არის ის, რომ უდიდესი არსაიდან მოსული ენერგია, მანამდე უცნობი ემოციები და სიხარული, მე ვიძახი ხოლმე, რომ აი ვიდეო თამაშებში რო ვარ, რომ unlocked new რაღაცა achievement, ხო არის, რომ მანამდე რო არ იცი, რომ ეგ არსებობს და თურმე ესეთი რაღაცაც არსებობს. ამიტომ ყოველთვის როცა მეკითხებიან ხოლმე ხან მეგობრები რომ აი როგორია, ვინც არ არის ჯერ რა. ვეუბნები რომ ეხლა რაც არ უნდა აღგიწერო შენ მაგას ვერ მიხვდები. გამორიცხულია. გამორიცხულია, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაც იღვიძებს. რაც არის ცოტა ეგოიზმიც შენია, ცოტა პირიქით რაღაცა მაქსიმალური ხელგაშლილობა და სიუხვეც რომ აი რაღაცა გინდა გასცე, თავი გაწირო ბევრი რაღაცა არის და არა მხოლოდ კარგი, ცუდიც, კარგიც, ესეთ გულწრფელად რა ვთქვა, ხო? მაგრამ თელ ამ ენერგიას, სიყვარულს, ემოციას, გაძლების უნარს იმისას, რომ აი ამ შიშებს და სირთულეებს გაძლევს თვითონ. კი, ზუსტად.
მე ვეძახი ჩემებს ანტიდეპრესანტები არიან ჩაოლებრივი. აი სიქა გამოცლილი რომ არაფრის ნერვი, ხალისი, უნარი გაქვს და დაგიჯდება და ბატონ მიშოს აქვს ძალიან მაგარი გაკეთებული სამაგიდო თამაშია ნაცარქექია, ძალიან მაგარი თამაშია, ნაცარქექია მე თამაში და ნაცარქექიაში ერთგან არის რომ ცხოველის ხმები უნდა გამოსცე, უნდა იცეკო, იმღერო, არა გაქვს ამის ენერგია, მაგრამ ისეთი სახით გეუბნება უნდა ეთამაშო. აბარა გამორიცხულია რო არ ქნა. ხო მეორე თამაშა ვერ მიცანა ის მარტივია რაღაც ბარათებია და მამა ვერ მიცანა ვითამაშოთ გეხვეწები. ბოლო-ბოლო რაღაც კონსენსუსამდე მივდივართ, მაგრამ მართლა ეგრეა რომ აი ძალიან ენერგიას გაძლევდა რა. კი. და ამავდროულად შეიძლება არსაიდან ისეთ დეპრესიაში ჩავარდე, ყველას ჯვარი ეწერო ჩვენსასაც, ხვისასაც ბავშვებს, მაგრამ რაღაცა პატარა სიცხე მისცა, სუდად გახდა, მით უმეტეს რაღაცა ეხა ლილიანას შემთხვევაში ჩვენ გავიარეთ პანდემია და პაო დაიბადა პანდემიისას. პაოლო. ხო და აი ნუ არ ვიცი რა ღელვა და ნერვიულობა გადავიტანეთ მაგ ყველაფერზე რა რომ აი რომ ხედავ ამ ყველაფერს გარშემო და ან სირთულებს ძალიან რთულია მაგრამ ხო ნისიბet მთლიანად პანდემიის ბავშვია 2019-ში დაიბადა და 3 წელი დაბადების დღე არ ქონდა იმიტომ რომ დაკეტილი ყარ ხან იზოლაცია იყო ხან კარანტინის რა ერქვა კომენტატორის დრო და მოკლედ დაბადების დღე არ ქონდა 3 წელი ხო აი წარმოიდგინე სანდრო ორჯერ მქონდა შანსი და ვერც ერთხელ გავბედე მშობიარობაზე დასწრება. და ალბათ კიდე ორჯერ რაც და კიდე 100 რაც მქონდა შანსი არა ვერ ეგ ძალიან ინდივიდუალურია. ხო ძალიან გამიჭირდა რა ვერ ვქენი და შენ გაქვს ერთ ინტერვიუში ნათქვამი რომ ახლობლები მეუბნეოდნენ რომ ჩემს ნაცვლად რობოტი დადიოდა მშობიარობას რომ დაესწარი მერე. აი ძალიან რთული იყო და ანის ემოცია როგორი იყო შენ რო გვერდით ედეგი. ხო, ეგ იყო უფრო ეგ მომენტი, რომ ანის ვკითხე თავიდან, იმიტომ რომ მე ხა მსმენია მომავალი დედებისგან ზოგიერთსგან რომ ურჩევნიათ არ დაესწროს არავინ. ამ ძალიან ინდივიდუალური ამბავია რა, ვიღაცა შეიძლება არ უნდა რომ ვინმე იყოს იქ იმ მომენტში, ვიღაცას უნდა რომ გვერდით ედგეს. ხა ზოგს აურჩევია, უნდა რომ აი დედა მინდა იყოს ჩემთან ერთად, მინდა მეგობარი იყოს ჩემთან ერთად. ძალიან ინდივიდუალური შეგრძნებაა და პრიორიტეტი მაგ დროს არის რა თქმა უნდა მომავალი დედის გადაწყვეტილება ხო. ანი მითხრა მინდა რომ შენ იყო. ამიტომ ხო მარტივი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ძალიან ღელავდი. მით უმეტეს როცა ხედავ შენი საყვარელი ადამიანის განცდებს, ტკივილს რაღაცა მთელ ამ პროცესში, მაგაზე ძალიან ნერვიულობ და ღელავ რომ ეხლა ვერაფრით ვერ დაეხმარები გარდა იმისა, რითიც თავად ავიც ბებია ქალი თუ ქირურგი ეხმარება. მეორე მხრივ ნერვიულობ ბავშვზე, როგორ იქნება, რა იქნება. მე მახსოვს რომ პირველი მშობიარობისას ძალიან ისეთი დეტალებია, მაგრამ ნუ მამების დროში ვართ და ეგეთ დეტალებზეც ვისაუბროთ, ხო? ანუ ბებია ქალი ძალიან გვაშინებდა იმისათვის, ნუ ესე აკეთებენ ხოლმე თითქოს რაღაცა ძველი მეთოდია, რომ დედებს დაეხმარონ მშობიარობის პროცესში. ხო და ძალიან აშინებდა რომ მალე თუ არ იმშობიარებ ბავშვი ვერ გადარჩება იცოდე და ესეთ რაღაცეებს და ანიმ თურმე დიდი მოკვლევა ქონდა ჩატარებული და იცოდა რომ ესე აკეთებენ და არ არის ეს რეალური მუქარა არის რომ რაღაცა მეტი მოინდომოს დედამ და მე არ ვიცოდი და დამემართა შოკი რა მეთქი რას ქვია ბავშვი ვერ შენთვის საათად ანუ რას მეთქი რას მე რა სიძახით რაღაცა რა და ხო მე ნუ აი რაღაცა პირველი სცენა ბავშვს რო ხედავ პირველად რომ ამოიტირებს ეხები, ნუ ძალიან ამ ყოლაფრის მერე ანიმ ასევე მთხოვა რომ ცოტა ხანი კიდე ჩემთან იყავდა. ქვემოთ არის 50 კაცი სამეგობრო სანათესაო რაღაცა და ელოდებიან რომ ეხლა კი მშობიარობა მორჩა სადღაც 2 საათზე დღის და ეხლა ჩამოვა რა, ანუ აჰა კიდე ამდენ ხანი უნდა გაჩერდეს 3-ზე ხო ჩამოვა. და უნდა წავიდეთ მერე დავლიოთ აღნიშნოთ რაღაცა. მე ჩავედი დაანგვიან მოკლედ რა საღამოს. სუფრაზე მიხვედი თუ კიდე დაბლა იყვნენ? არა, იმ დღეს სუფრა იმ დღეს ღამის 2 საათზე თუ 3 საათზე სახლში ესე, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა ცუდად იყო კიდე ანიმერე მშობიარობის მერე რაღაცა ისა და ბოლომდე იქ ვიყავი პალატაში და რომ მირეკავდნენ ვეუბნებოდი რომ ჯერ ვერ ჩამოვალ თქო რა და ანუ ბოლო ცოტა ეწყინათ კიდევაც რომ კაცო გელოდ შეინგელოდებით რაღაცა მაგრამ ნუ ჩემთვის პრიორიტეტი იყო იმ შემთხვევაში დედა და ბავშვი
ვისაც არ უნდა სწენოდა ქვემოთ. ხო, ეს ეწყინა ხუმრობთ. ხო და მეორე შემთხვევაში უკვე ჭიპლარის გადაჭრაც გაუბედე ჩემით. ვახ, შენგენ. ხო, შემომთავაზა და მე ვთხარი კი მოდი. თქო და გადავჭერი და იგაც ძალიან ემოციური შეგრძნება იყო. არა, ემოციური რა თქმა უნდა იქნებოდა, მაგრამ შეიძლება იმასთან წაქცეული ყავ კი. ხო არ ეგეთ ვიდეოები რო ეცებია. კი, ხო, არა, მანდ უფრო მეტი სიმტკიცე გამოვავლინე. ო, მაგარია. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მამას ძალიან დიდ პატივს წევ, ვინც ესწრება მშობიარობას და ვინც ვერ ესწრება იმათაც ვა არ შემიძლია და რა გავაკეთო. თავარია მამობა გაუწიოს შვილს ხო და ეგ რა თქმა უნდა ინდივიდუალურად ადამიანზეა დამოკიდებული. ხო, ახლა ძალიან გაუბრაზდი მაგ ამბავზე. მე არ ვიცოდი ეგეთი პრაქტიკა თუ არსებობს რაღაცა. ხო, აი რაღაცა ის არის რა, თუ ცოტა გაჯანჯლდა მშობიარობის პროცესი, თითქოს ემოციურად ესე ფიქრობენ რომ დედა არ ინდომებს, ხო როგორ შეიძლება არ ინდომებდეს დედა, ხო? და რაღაცებს დაშინება. არა და ახლა ეგეთი სტრესის დროს ხო შეიძლება უარესი დაემართოს. ხო, აი ანი მისოდაო და ვინც არის ვინც არის ეს? ხო. ზოგჯერ ცოდავენ ხოლმე ხა მე არ მაქვს უფლება რომ იქიმს რაღაც მიუთითო, მაგრამ მარიკა მეორე ბავშვი სამწუხაროდ ვერ შევინარჩუნეთ უცებ საერთოდ რაღაც 60 მენდილზე ისე მოხდა რომ დაუკარგეთ და რომ დასრულდა ყველაფერი გამოიყვანეს პალატაში და შევედი და ტირის და მეც ვტირი ექიმი შემოვიდა და გვეკითხება ეს რაღაცას რომ პირველი შვილი იყო და არა პირველი ყავს ნუ ეს მეორე გვინდოდა და აბა რა გატირებთო რა და ეგ იყო რა ვიცი ლიმონკა თუ რა ჯანდა ყუმბარა შემოეგდო ჯობ და ვერაფერი ვერ უთხრეს პირდა გეყოლე უყურე აბა რა გატირებთო და ხო ზოგჯერ რაღაცა დაგვიგორდება ხოლმე რა შოკი მაქვს ხან რანაირად უნდა უთხრა ეგეთი რაღაცა შოკი სანდრო რა იყო შენთვის ყველაზე რთული მამობაში რისთვისაც არასოდეს არ იყავი მზად ვერ ვიტყვი რომ რამე იყო ეგეთი სიმართლე რო თქვა რა მეტნაკლებად ემზადებოდი ყოველთვის ხო ეხლა რაღაცაზე თეორიულად ვემზადებოდი რაღაცისთვის უბრალოდ მზად აღმოჩნდი პროცესთან ერთად იყო რაღაცები რა თქმა უნდა რთული აი როგორც თქვი რაღაცებზე უარის თქმა მათ შორის საღამოებზე მეგობრებთან ერთად გატარებულ ბევრი ხნის განმავლობაში რაღაცა საყვარელი ჰობიების შემცირებაზე ხო ყოველთვის მე შაბათ-კვირას მიყვარდა მაგალითად ლაშქრობებში სიარული. ეხლა ეგრე არ არის ეხლა, იმიტომ რომ შაბათ-კვირა გაქვს შვილებისთვის უფრო მეტად დასათმობად და გიწევს ამაზე უარი თქვა. რაღაცა მე და ანი ვამბობდით ხოლმე რომ აი რა ვიცი ძალიან ხშირად დავდიოდით კინოთეატრში, იმიტომ რომ კინო გვიყვარს ძალიან. ეხლა რა ვიცი წელიწადში ერთხელ შეიძლება მოვახერხოთ. ისიც მულტფილმზე არის. ხო, მულტფილმებზე კი. ხო, ამით არ მინდა ეხ შევაშინო მომავალი მშობლები, ამაზე ბევრად უკეთეს კინოს და ბევრად უკეთეს ლაშქრობებს გთავაზობთ თქვენი შვილი. უბრალოდ ხო, ამაზე რაღაცებს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვერ ვიტყვი რომ რაღაც კრიზისული მომენტი არ მქონია. ხო, რომ აი ეხა აიმე რამე შველება და ეხა როგორ გავაგრძელო ასე ცხოვრება არ მქონია პირიქით რა. თავიდან რო იწყებ და ზუსტად იგივენაირად გავვლენე და არ მინდა შევაშინო ძალიან სწორი რაღაცა თქვი რომ ახლა რასაც შემყვები ეს არ არის ხარკის გადახდა და რაღაც პირიქით ეს არის ნებაყოფლობითი და სიამოვნებაც არის როცა იცი რომ აი რა ლაშქრობა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი შენ 4 წლის შვილთან ერთად რომ ან დახატავ აი რაღაცა სრულიად სისულელეს რო ითამაშებ რომელმა ლაშქრობამ შეიძლება ეგ შეგიცვალოს ხო ეგ სიამოვნება არ არსებული თან ის ლაშქრობა ხვალზე შეიძლება მაინც ახვიდე და ეს ასაკი ემატება ბავშვს და ის აღარ ბრუნდება. რაღაც მომენტში რაღაცას რო აკეთებთ და თავისი ინიციატივით რომ მოვა და გაკოცებს. აუ ეგო მყინვარწვერზე ხარ. აპრობილი და ევერესტი. ეგ უფრო ლიმიტის ალბათ ხო თუ კი. მე მაგ შეთხევაში აუმდედის მიმართ. ხო მე მაგ შეთხევაში ძალიან დღემდე 11 წლის გახდა რომ ისა მამას არ უნდა აკოცო და ხანდახან რომ რაღაცა დაემართება არ ვიცი რომ აკოცებს აი მაშინ ვარ ხოლმე ძალიან ბედნიერი. აუ ნისმენ რა იცი საჭესთან რომ ზივარ შეიძლება უკანზის ხოლმე და უცბად გადმოყოფს თავს და мама აქ არა. გული წამბიო. ხო, აქ არა. რომ მაინც მართვაზე აი ესე რო თქვა ახლა რაღაც ფილოსოფიური კითხვა შეიძლება გამოვიდეს. კარგი мама როგორ შეიძლება დავახასიათოთ სანდრო? როგორია კარგი мама რა? კარგი мама არის კარგი მსმენელი და კარგი მაყურებელი. პირველ რიგში საკუთარი შვილის მიმართ ალბათ. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ინდივიდუალურია, იმიტომ რომ შეიძლება ყურადღებაც ზედმეტიც არსებობს
რაღაცა თავისუფლების მიცემაც ზედმეტიც არსებობს, შეზღუდვაც ზედმეტიც არსებობს. ანუ ყველაფერს რაღაცა უნდა, ამიტომ პირველ რიგში უნდა იცნობდე კარგად შენს შვილს, რომ მიხვდე რა არის მისთვის ისეთი დოზა, რაც მას ხელს არ შეუშლის. მე არ ვამბობ, რომ აი ხელს შეუწყობს. აი ყველაზე ხშირად მშობლებს გვიჭირს ხელი არ შევუშალოთ. მის კარგად განვითარებას. და ხანდახან ხელშეწყობა ხელს უშლის, ხო? ჩვენი თვალით დანახული ხელშეწყობა, ხო? ამიტომ პირველი კარგი მამობის პირველი ნაბიჯები დაწყებითი სკოლა ჩემთვის არის რომ ვუსმინო, ვუყურო და ვიცნობდე მას. და მივცე მას ჩემი სახით უსაფრთხო სივრცე, რომელშიც ის შეძლებს რომ ილაპარაკოს, გაიხსნას, მოიქცეს ისე როგორც ნამდვილად არის, მოკლედ არ მოიტყუოს. იყოს ნამდვილი. და თუ ის გრძნობს, რომ ჩემთან არის ისე უსაფრთხოდ და ისე კომფორტულად რომ არის ნამდვილი, შესაბამისად მეც ვხედავ მის ნამდვილ საჭიროებებს. აი ეგეთი ფორმულა მაქვს მე ჩემი თავისთვის. მე უკვე ყველაფერი არის ძალიან ისეთი, რავი, ეხნების მე მშობელი ცდილობს რომ კარგი განათლება მისცეს, უსაფრთხოდ იყოს რაღაცა, ეს ყველაფერი რაღაცა ასე ვთქვათ სტანდარტებია, მაგრამ აი ეს ფესვები არის რომ იცნობდე კარგად და იცოდე, ოღონდ თან ისე რომ ეს ცნობა არ მოხდეს დაკითხვის სახით, არამედ რაღაცა ბუნებრივად მისთვის უსაფრთხო, მისთვის სასიამოვნო გარემოში. კითხვის მაღლა ჭაღირო ქანავს. ხო, ანუ ხან ეგრეც მშობლებს ეგრე ესმით რომ უნდა ვიცოდე მის შესახებ ყველაფერი ნიშნავს რომ დაისვა წინ და აბა მომიყევი სკოლაში რა მოხდა ეხლა და ეგრე არ მოგიყვება. ხო. არავითარ შემთხვევაში. პირიქით იცი რა თვითონ უნდა გქონდეს ეგ მომენტი რომ თუ ვთქვათ მისი ბრალი არ არის, არ გაუჯავრდები, თუ მისი ბრალია, მაშინაც უბრალოდ მიუთითებ რომ აი ესე ჯობია მამიკო და აი სხვა დროს იფიქრე, ხო? ისიც არ არის ეხა რომ აი რაღაც მომენტში კაცრი სიტყვაც საჭიროა. ოღონდ ეს კაცრი სიტყვა უნდა იყოს მეგობრის, აი როგორც მეგობარს შეიძლება კაცრი სიტყვა უთხრა, ხო არის რომ რაღაც მეგობარს სისულელეს ჩადის და ძმა, მოდი რა, რაღაცას ეუბნები მკაცრად, ხო? ანალოგიურად შენ შვილთანაც მეგობარი ხარ და გინდა რომ კარგი უთხრა და არა ხარ მონათფლობელი. აი ეს სიტყვა არ უნდა იყოს ზემოდან ნათქვამი, ხო, რაღაცა იმითი, რომ ეხა გააკეთებ ეს. უნდა მოყვეს ახსნა, უნდა მოყვეს განმარტება. საერთოდ ხო, ანუ ყველაზე ძვირფასი არის ეს ხშირი კომუნიკაცია, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. და ძალიან მაგრად მუშაობს, პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ შენ ამბებს რო უყვები. კი ბატონო, რა მაგრად უყვართ. მე და ნენეს თორე ორმხრივია, ხო, მე და ნენეს გქონდა თამაში, სამწუხაროდ დიდხანს არ ვითამაშით, მაგრამ გქონდა შენი დღეობანა დავარქვით. ძილის წინ მე უყვებოდი ჩემი სამსახურის ამბებს, ის მიყვებოდა სკოლის ამბებს. აი ერთი სული ქონდა ძილის დრო როდის მოვიდოდა, რომ ეს და მოგვეყოლა. რა კაია. მაგრამ დიდხან მე რა თქმა უნდა მე დამეზარა. ეგ ყოფილა ხო რომ ერთისთვის რომ მიყოლია და სხვაც გიოს რომ მოუყვებით. სანდრო რომ მე იყო აი მიშომ მომიყვა ესე ეგ მაგ ძალიან მომერეს შენსას რო უყვები. ხო მე თვითონაც მუღამი უჩდება რომ თავის მოგიყვას. სანდრო მე პირადად ისე ჩემ მაგალითზე ვიტყვი რომ რაღაც ამიკრძალა შვილისთვის ეს არ გააკეთო და მეორე წუთი თვითონ გამიკეთებია. კი. შენ შემთხვევაში თუ ყოფილა ეგეთი რამე რომ რაღაცას უკრძალო მაგრამ შენ თვითონ ვიაკეთე. კი როგორ არა. სკროლვა. ხო იმიტომ რომ იცი რა და თვითონ გავაცნობიერე რა ანუ ნუ ახლა ძალიან დიდ დროს არ ატარებს ხოლმე ისედაც იმიტომ რომ სკოლაში არ აქვთ ტელეფონები და რაღაცა მაგრამ საღამოს აი რომ იმეცადინებს იმას რომ სამსიზოს მე უნდა ხოლმე რომ ან რაღაც YouTube შორტებს უყუროს ან რაღაცა რა და მე მაქვს გართულება ანუ არ ვუკრძალავ რაღაც თამაშს არც YouTube-ის ყურებას არც რაღაცა გართულება მაქვს არ მინდა უყუროს TikTok-ის ტიპის ვიდეოებს შორტებს კონკრეტულად ხო აი ეს მოკლე ვიდეოები რომელიც იწევს რაღაცნაირად აი ამ შინაგანი ტემპორიტმის ცვლილებას რომ მე რაღაც უფრო სიღრმისეულს და უფრო ხანგრძლივს გონება ვეღარ უდებს ხო გულს ამიტომ არ მინდა რომ აი ძალიან შეეჩვიოს მაგას აი ჰოპ აი 2 წამი და ვეუბნები რომ აი რა უყურე და თან რაღაცა კარგი იუთუბერები აღმოაჩინა შემეცნებითი რომლებიც რაღაცა ყვებიან სამყაროზე ამაზე და რაღაცები ბევრი ისწავლა რა ეგრე არ არის ანუ YouTube-ისგან თუ სწორ კონტენტს გამოიმუშავებ ალგორითმით ბევრ ამას ისწავლის ბავშვი
და ეგ მომწონს. გასართობსაც უყუროს, მულტფილმს უყუროს, რაღაცას უყუროს, ითამაშოს, მაგრამ აი მაინდა-მაინც სისულელე შორტები, რომელსაც შინაარსი არ აქვს, ბრეინ როტები მაგალითად გეცოდინებათ რაც არის რაღაც. ბალერინა კაპუჩინა არის უბრალოდ თქვენამდე? თუმ სახურა. ხო. აი ეგ ბრეინ როტები, ან რომელსაც უბრალოდ არ აქვს შინაარსი და უშინაარსობაში აქვს შექმნილი სამყარო. ხო, ხო. მაგებს და ეხლა მაგებს მე არ უყურებ, მაგრამ აი რაღაც მომენტში რომ ეგ გამოურთე და გადაურთე სხვა რაღაცაზე, აღმოვაჩინე რომ ზუსტად მაგას ვაკეთებ ამ მომენტში. სკროლავ TikTok-ს ან რაღაც Instagram-ს. და Instagram-ში შერთები მიყვარს იმას აი დავაფიქსირე და მივხვდი რომ აი იცი რა თვითონაც გაუჩნდება უსამართლობის შეგრძნება რომ რავი აი შენაკეთებ ამ წამს და ხო ამიტომ მაგალითი კი მაგრად მუშაობს მაგალითი ეგ კიდე ციგნებზეა ხოლმე მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ აი ბავშვი არ კითხულობს ოჯახში საერთოდ ციგნებს და აი გახედოთ არ უნდა ციგნისკენ და ამდენიმეჯერ და რაღაცა უთხარით 10 გვერდი წაიკითხე და ეზოს ჩაგეშვებ ან რაღაცა PlayStation-ში ჩაგირთავ და მაინც არა და რა ვქნათ და ჩემი პირველი კითხვა არის რომ ხედავს ბავშვი ოჯახში რომ კითხულობენ მაგალით ვინმესგან მით უმეტეს პირველი მისი სამაგალითო ადამიანებისგან, მშობლებისგან, ან რა ვიცი, უფროსი ვინც ყავს ოჯახში, ხო? ხედან თქვენ ჩვენც ძალიან ხშირად არის პასუხი რომ აიო, ეხლა ვერ ვახერხებთ სამსახური და აღლილობა, რაც აბსოლუტურად მესმის ეხლა სოციალური პრობლემებისგან გამომდინარე, ადამიანი ვერ მოსთხოვ რა მართლა დილიდან საღამომდე ადამიანი მე სახში მიდი და ბალზაკი წაიკითხე, ანუ არა აქვს მაგის თავი, მაგრამ როგორც მინიმუმ ბავშვისთვის საჩვენებლად ეგ არის აი როგორი აი რა ვიცი ბავშვისთვის კითხვის შეყვარებაში 70%-ია მე ვიტყოდი. კი. რომ მან დაინახოს რომ ესეთი ჩვევა არსებობს კითხვის. რომ აი მის ოჯახში გარშემო მის გარემოცვაში ადამიანების ხედან და კითხულობენ და გაუჩნდება მუღამი რაღაც მომენტში რა. შენ ახერხებ კი, ვახერხებ მეც და ანი ჩემზე მეც კითხულობს. მეიცი რა არის? ჩემი საქმეც რო უკავშირდება წიგნებს. გიწევს. ხანდახან ცოტა ყელში მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ სამსახურში წიგნებს კითხულობ და სახში ვისხლი, მაგრამ თუნდაც რაღაც მაქვს ამაგარი. აი სამსახურია ეს სამსახურში რო წიგნის კითხვა გიწევს. მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ წიგნის აღარ მაქვს ხოლმე მაგის არც თავი, არც ნერვი და ცუდი მაგალითი ვარ მაგ ამბავში. ხო, არა, ეგ არის ძალიან ადამიანური და ძალიან ბუნებრივი რა, ანუ ცოტა ფუფუნებაა, რომ შენ შეგეძლოს საღამოს ჩაუჯდე წიგნს. ნუ ერთი რაც მოვახერხე TikTok-ი წავაშლევინე ორივეს პერიოდულად ვუმოწვებ, აი რატომღაც მაქვს ამოჩემებული ეს TikTok-ი, რომ არ მინდა რომ TikTok-ი. ეხლა რომ TikTok-მა ანტირეკლამის გამო გვიჩვენო. ვიჩვენო რა. ევროპის ბევრმა ქვეყანამ 15 წლამდე ბავშვებს აუგზალა. ეხლა როგორია აი კანონში არ ჩამიხედავს, არ ვიცი, მაგრამ სათაურები და ის რაც მინახავს, ბევრ ქვეყანაში ააგზალეს წვდომა სოციალურ ქსელებზე ევროპის ქვეყნებში. წიგნებზე რა თქმა უნდა მინდოდა საუბარი და პრინციპში კი შეეხეთ, მაგრამ პირველი წიგნი გახსოვთ რა წაიკითხეთ? კი. არჩილ სულაკაურის სალამურას თავგადასავალი. ო, მაგას ვახო წიგნი ისმის რომ წაიკითხოს, ეხლა კითხავს ემილს. და სალამურა რატო წავიკითხო სპექტაკლი ვნახეო? აუ არა, საყვარელი. და რომელი წიგნი წაიკითხე? ძველი გამოცემა სქელქთიანი მაგარი ნახატი. კი, რომელშიც იყო სალამურაც, იყო ბაიაც და იყო ისა მესამეს რაღაცა ქვია სარკეში რო გადადიან. აღარ მახსოვს, მაგრამ ეს წიგნი მაქვს ზუსტად. სამი ეს არის შიგნით. შენი პატივცემულო? კი. ჩემი იყო, ჩემი რაც წავიკითხე, პირველი იყო კარლსონი. აუ, შენ ხო დიდი კარლსონოლოგი ხარ. და იმის მერე წელი არ გავა, რომ კარლსონი არ წავიკითხე. მართლა. ეგეთი მაგარი პერსონაჟი არ არსებობს სამყაროში. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი იყო და ისა იყალთველი ბიჭები ხომ მოსვენთვის და თქვა მე და რაღაცა გემრიელად მახსოვს, მაგრამ წიგნების შემჩევი ყოველთვის მამა ჩემი იყო ხოლმე რა. ნუ სოფელში ჩავიდოდი და პირველი კარადაში შევარდებოდი, იქ რასაც პოულობდი. მე კი კითხულობდი მამა ჩემის გარეშე, მაგრამ თბილისში ნუ მამა ჩემი იყო მაგის. ჩემ შემთხვევაში დედა, ძირითადად დედა, მაგრამ ძალიან მალე მომცა არჩევის თავისუფლება რა. ანუ უბრალოდ რაღაცა მითხრა, რომ აი ამ თაროზე უფრო აი სათავგადასავლო არის და ამას მიხედ მე ვიყავი ძალიან ისეთი
ჯიუტს ვერ ვიტყვი, მაგრამ ცნობის მოყარე ბავშვი უფრო მაგაზე ალბათ განსაზღვრება და რა თქმა უნდა, რომელი თაროებზეც მეტი მითითება იყო, ის ნაკლებ მაინტერესებდა. რომელზეც არ იყო, ის უფრო მაინტერესებდა და ხო აი ხა სულაკაურის მერე პირდაპირ ბიძია თომას ქოხზე გადავხდი, რომელიც დედამ მირჩია, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი, მაგისთვის ეხლა ვხვდები, 6 წლის ამ წავიკითხე და მოგეწონა? კი, ძალიან. და ბევრი ვიტირე მახსოვს, იცი რა იყო, ორი ფაქტორია. ერთია, რომ ძიმე იყო ჩემთვის, როგორც ბავშვისთვის და ფინალზე ბევრი ვიტირე და რაღაცა. მეორე იყო, რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან გამომიმუშავა რაღაცა ემპათიის გრძნობა, ხო? ანუ მე უკვე რაღაცა ასაკში იმდენად გაუგებარი იყო ჩემთვის რასიზმის ხო, მიზეზები და მგონია რომ აი ამ წიგნსაც ჰქონდა თავისი გავლენა მაგაზე. პირველი წიგნი რაზეც მაგრად ვიტირე იყო მეფე მათიუს პირველი. აუ რამდენი ვიტირე თან ძალიან უცნაურ ვითარებაში წავიკითხე დიფტერიის აცრა გავიკეთეს და ექიმად სუდად გამიკეთა ნემს და ფეხი გამიშეშდა. და ერთი კვირა ვიწექი სახლში, მეტი რა გინდა სკოლის პერიოდში, რომ სახლში ხარ, ერთი კვირა თავს გველებიან და გავსკდი ტირილით იმდენი. ო, ძალიან უმაგარი ემოცია აქვს წიგნის ამბავზე რო ტირი. ბიძია თომას ქოხის სოფელში წავიკითხე. აკრძალული მქონა წამეკითხა ისა ბალთაზარ-კოსა რატომღაც და აი უღამი მქონა რომ წამეკითხა. მე დეკამერონი წავიკითხე ჩუმად. მოვახერხე მარტო რო ჩავედი სოფელში ეგრევე. დეკამერონი იყო ჩვენთან სახლის ბიბლიოთეკიდან დეკამერონი იყო ეგრევე. ო, ეგეც ხა. ჩუმად წავიკითხე. მერწონებული მამა ჩემ ხედავდა რომ კითხულობდი, მაგრამ ეგეთი პირველი შოკი, რომ თურმე ლიტერატურაში ეგეთი რაღაცები შეიძლება იყოს, მქონდა დიდოსტატის მარჯვენა. ხო, იქაც. ძალიან ისე დავიწყე რა კითხვა რაღაცა, ამეფო, სვეტი ცხოველი რაღაცა და უცებ ნაცნობის სცენა ყველასთვის რა ხდება მეთქი, პატარა ვიყავით რა ალბათ რა. არასრულწლოვანი. და მოიცა ბარემ ვიტყვი წიგნების თემაზე. ეთყობა არ ქონა მამა ჩემს საკითხული, ან არ ახსოვდა თორე ბალთაზარ-კოსას კი არა. 1001 ღამის ეგუდა მეთქვა. იქ ამბები იყო, ასლაბარა. კი, 1001 ზეპირად ვიცოდი რომელ მე დღემდე მახსოვს რომელ გვერდზე. გვერდები კი. დეკამერონში მქონდა მე ეგრე ერთი თავი იყო, ეშმაკის განდევნა ერქვა. ეხა ბევრი საცდურია აქვს ჩვენ შვილებს, მოდი ასე ვთქვა. რა წიგნის იმაზე აი არც შეხედავენ ზე. ჩვენ დროს ეგ იყო. ეგ იყო. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად რჩეველი დასაწყისში იყო მამა სხვათაშორის კალსონი მამა მირჩია და მე როგორ შვებოდი, იცი, აი რაღაც წიგნი რომ მომეწონებოდა, ვეკითხებოდი. თვითონ აღარ მირჩევდა რა და მეუბნებოდა, ой, კარგი, არც ეს წიგნზე არ ვთქვამს სუდი სხვათაშორის. ალბათ იმიტომ რომ ერთი იმდენი წამეკითხა რა და მაგარი იყო სანთლში ხსე კითხვა იყო ერთი დიდი სიამოვნება რა. კი, იცი რა არის თან შენ რომელ წლიანი ხარ? 96. ხო, აი ანუ ისეთ პერიოდში გავიარეთ ეგ დრო, რომ გარდა იმისა, რომ ნუ ხო არ იყო სხვა საცდურები, არ იყო ტელევიზია, შუქი არ იყო. შუქი არ იყო, ტელევიზია კი იყო. კომპიუტერი საერთოდ არ იყო, რაღაცა არაფერი არ იყო და წიგნი იყო, კარგი გასართობი. მეორე მომენტი იყო კიდე, რომ აი ამ გარემოს სიბნელისა და სიმძიმისა და იმისგან გაქცევის საშუალება იყო. შენ აღარ ცხოვრობდი უცებ ტყუიებში და ბეტერებში და რაღაც უბედურებაში და ცხოვრობდი, რა ვიცი, ლუი მე-14-ის კარზე, სადღაცა იქ აქა და ხო ეს მე მგონია რომ აი მაგთაობის ადამიანები, ვინც ბავშვობაში ვკითხულობდით, ყველანი ცოტა მეოცნებებად ჩამოყალიბდით რა, იმიტომ რომ ეგ იყო ესკაპიზმი, როგორც ეძახიან ხოლმე რა, ცოტა. იცი რამდენჯერ მიოცნებია საიდუმლო კუნძულის ბოლოში, აი უკვე ცეცხლი როა, ვულკანი როა მოხეთქავს, ნეტა ახლა ამათთან ერთად ვქნა, რომ ის რომ მოდის, დუნკანი რომ მოდის, რომ აი ეს დანახვა გამიხარდეს. აი მიოცნებია. მე სპარტაკი რო წავიკითხე ჯოვანოლის. იქ არის ერთი თავი სპარტაკი და გლადიატორები და აჯანყებულები. თეთრი წიგნი გვერდზე წითელი ყარში. კი, ტყეში რო გაიხიზნებიან სანამ მარკუს კრასუსი მოვა თავის ლეგიონებით. სპარტაკი გაანაწილებს განლაგებას თავისი ჯარისას და დანიშნავს
100 მეთაურებს, 10 მეთაურებს და ასე შემდეგ რა. და ბავშვობიდან მე აი ფეხბურთის შემთხვევაშიც წეგამ ვიძახდით, რომ მე ხატავდითო რა ქვია ცხრილებს და კალენდარს ჩემპიონატს ხო. ბავშვობიდან მიყვარდა ეგეთი რაღაცეები რა. ფეხბურთის სუნიმებს, გუნდებს ვადგენდი და რაღაცა ხატავდი მოედანს და ასე შემდეგ და ეს ავიღე და ის გავაკეთე ცხრილი სპარტაკი, მერე ვინ არიან რაღაცა მისი სახელები აღარ მახსოვს, რაღაცა 3 მეთაური, მერე თითოეულის ლეგიონში რამდენი კაცია, რაღაცა. და სანდროც იყო იქ რა. ანუ სპარტაკს ყავდა ვიღაცა ვერტეუსი, აიაქსი, ტარანასი და სანდრო. იყო რომელსაც თავისი ლეგიონი ყავდა ამში, რომ ვერ დამარცხა. არა, ხო, გახსოვს ფილმ მაგაზინს მეორე ვიტირე მაგ წიგნის ამბებზე, მაგრამ ნუ აი იმ რო ვკითხულობდი, იქ ვიყავი რა, ეხლა რომ მოდიოდნენ ესე, მეც მივედი ჩემი ჯარით. კაი წიგნი იყო, რომელზეც ტირილი არ გიწერდა ჟიულერნი. ო აბა. ყველას ქონდა არაჩვეულებრივი ფინალი. მოდი მაშინ ესე დავსვათ კითხვა ჩემოლადო. აი რომელი ნაწარმოებია, რომელიც ფიქრობ, პრინციპში შენც მითხარი. რომ ყველა ბავშვმა უნდა თანამედროვე ბავშვმა უნდა წაიკითხოს. გეუბნებათ ეგეთი რომელია. შენც გითხარი მე. მე ხო ვიცი რასაც ვიტყვი. მე ვიცი რა არის? ბევრი არის ისეთი, რომელიც კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მე რა ვიცი, ეხლა თუ თქვა თანამედროვეობიდან ძალიან ვურჩევ ხოლმე ყველას ჰარი პოტერის წაკითხვას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანური ფასეულობაა შიგნით, რაღაცა მეგობრობა, თავგანწირვა, სიყვარული, ოჯახი, ბევრი რაღაცაა, რაც მნიშვნელოვანია და მგონია, რომ თან უფრო თანამედროვე ბავშვები მარტივად წაიკითხავენ. თუმცა კლასიკური ლიტერატურიდან ძალიან უსაყვარლესი ნაწარმოებებია, რომლებიც აი იგივეს გამოუმუშავებს რა. რავი ყველაზე მარტივად თუნდაც 3 მუშკეტერი. ჩვენ ძალიან ისე 3 მუშკეტერი ცოტა ხელაღებით ვიძახით ხოლმე რა, აი რაღაცა. ხო. უამასიათ ვიღაცა ყავდა 3 მუშკეტერს. ის პორტოსიო რა ქვია, ის იყო მუქთამჭამდა და სუჭამდა და სმაზე იყო, ისო ვიღაცის ცოლებთან დაძრებოდაო. ეგ არის მე და მაგირებულებებზე ვზრდიდითო ჩვენო ბავშვებს, ვიღაცან ძღავდა Facebook-ში, აღარ მახსოვს ვინ. რატომ მაშინ არამისიც თქვათ ისე? ხო, არამისიც ყველანაც გაკაცო, განავინმექსი მოხდა. არა, ხო, ესე თუ გავყევით, ნებისმიერ პერსონაჟს გავლა. ქართულ ზღაპრებსაც ხო ლანძღავდა. ვეფხის ტყავსანში ნებისმიერ, აი, ყველას გავანძღავ ვეფხის ტყავსანში. მასე თუ მივდექი. ხო, არა, ჩემი საყვარელი ნაწარმოებია ვეფხის ტყავსა, სამაგიდო წიგნია, პერიოდულად ვკითხულობ, მაგრამ თუ ეხა შენ შარზე ხარ ხო? ასე ყველას მოუძებნი შარს. რავი, შარს ავთანდილსაც მოუძებნი, თინათინსაც მოუძებნი, სადღაც გაუშვა ეს თავის საყვარელი კაცი 3 წელი სოდო არ არის, მოკვდეს, შეაკვდეს ვიღაცა უცხო კაცს. როსტევანსაც მოუძებნი და რა ვიცი, ტარიელსაც რო გამოიქცა და ტირის ან იქ ისინი რო დახოცა რა სერჩოდა იმათ. მიზეს დოსმარილი აკლია. ხო, აი ეგ არის ეხა თუ კონტექსტს არ გავყევით ეხა. იქ არის 3 მუშკეტერის ესეთები არიან. მე მაგით ვიცი რა არ მეყვარს კიდე სტერილიზება რაღაცეების რა. აი მან ხო მაგარი ის არის რომ აი ეს განსხვავებული ტიპები კაი ძმაკაცები არიან რა. კაი შეუძლიათ არიან, კაი ჭხუმიციციან და არიან ის რაც არის რეალურად ადამიანი და დავარცხნილი არ არის და განმაგარი. ხო, თორე ახლა ესეთი სანდომიანი 4 პიროვნება შეიკრიბა და არისტოკრატიულად გადაწყვიტეს მის საკითხი, ბურნუკების საკითხი, ასე არ არის. ცხოვრებაშიც არ არის. არ არის ცხოვრება. შენ იქნება მდგმური. არ ვიცი, მდგმური. ძალიან ჩარჩენილი ვარ მე, არ ვიცი. რამდენჯერ მაქვს საკითხული, არ ვიცი და ჩემთვის რატომაც პირველია დღემდე რა. ის საბავშვო შეიძლება არ არის, მაგრამ ხო, მაგრამ მგმურის ტექსტთან ერთ გოგოს სიყვარული აუხსენის, ცალკე ხელში ჩამაყდა კიდე. შეიძლება ეგ ემოციაც ვეყო, არ ვიცი. ძალიან კაი. აი მოზარდობისას მაინც უკვე მე 11-ში ვიყავი, მე მგონი რომ წავიქცე პირველად. ძალიან კაია. ჯემალ ქარჩხაძის მდგმური. ნუ ჩემთვის ყველა ადამიანს მინიმუმ ერთხელ კარლსონი უნდა კონდეს წაკითხული. აი რა ვქნა, ვერ გამოვდივარ მანდ. კარლსონიც ხო რამდენჯერ ყავთ ის ნაგორავები და ახლა. კარლსონი სხვადასხვა შვედეთში ძალიან პოპულარული პერსონაჟია. რაღაცა მე მგონი რაღაცები აკრძალულია და შვედეთში. ხო, ჩემი მეგობარი იყო შვედეთში ლინდგრენის მუზეუმში და ჩემთვის უნდა და წამოიღო რაღაც კარლსონის რამე
საერთოდ არაფერი არ აქვს პერსონაჟს. იმიტომ რომ ხულიგანი ტიპია რა, ბავშვს კარგს არაფერს არ ასწავლის. აფუჭებს, ზარმაცობს, მუქთან ჭა, ყველაფერი ცუდი აჭირდება. კი. მაგრამ მაგარი ტიპია. საერთოდ მაგ თვალით რო შეხედო, ასტრიდ ლინდგრენი არ შეიძლება ბავშვმა წაიკითხოს. პეპიც არ არის მოწესრიგებული. პეპი არის რაღაც არეული დარეული ცელქი მარტო მცხოვრები ბავშვი რეებს ასწავლის. ემილი ანუ რეებს საკეთებს საერთოდ, ხო? და რავი, ის სალტროკელებიც არ არიან თლად მოწესრიგებული. არა, არ არის დავაგებული მან, კაცო, მაგრამ ზუსტად მაგიტო არის საყვარელი, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, ძალიან ბავშვურია, ძალიან თავისუფალია. ყველა ბავშვი ხედავს თავის თავს. ხო. სანდრო, შენ თვითონ ბევრი წიგნი გაქვს დაწერილი, ბევრი ლექსი გაქვს, ძალიან მაგარი რამეა იავნანა ლილისთვის. მადლობა. გიждები ისე მომწონს. ძალიან მაგარი კამპანიის ფარგლებში გამოვიდა, უნდა ვთქვა, კაცების ზრუნავენ იყო, არის და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კამპანია, რაც საქართველოში ყოფილა და იქნება. არაჩვეულებრივი. შენც თავად ძალიან ბევრი გაქვს მაგ კამპანიისთვის გაკეთებული და უკეთიც. გაკეთებული ძალიან სწორი კამპანია, რომელიც მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა და მათ შორის იყო იავნანა ლილისთვის. ლექსები თუ დაგიწერია ლილისთვის და პაოლოსთვის? არა, სერიოზულ დონეზე არა. თორე პატარები, განსაკუთრებით პატარები რო იყვნენ, მაშინ რაღაც ჩემ მოგონილი იავნანებს უმღეროდი ხოლმე, ცოტა რო წამოიზარდნენ, მე ჩემ მოგონილს ღაპრებს უყვებოდი და ეხლაც რაღაცებს სულ ესე ხან ლექსად, ხან მოთხრობად რაღაცებს ვუგონებ ხოლმე, მაგრამ ესე რომ ჩამეწერა და რაღაცა ფორმა მიმეცა, არა ნამდვილად. მე ჩემ პოეზიას დიდი დეპრესიულობა და სიმძიმე ახასიათებს, ამიტომ არ ვარგა ბავშვებისთვის. სხვათა შორის ახლა მე და პოეზია, ანუ როგორც პოეტი არაფერი, მაგრამ აი რომ მომენატრება ადამიანი, გამოვხატავ იმით, რომ რაღაცა ლექსს წერ იმ ადამიანისთვის. აქვს პოეზიას ეგ ძალა, ხო? აი ისე აი ახლა კაი ხასიათზე, ხო რაღაც ხო შეიძლება, აი კაი ხასიათზე ვერასოდეს ვერ დავწერ ლექსს. მე ვერ წერ ეგეთ ლექსს, მე ძალიან ხშირად რომ გაიგებენ ხოლმე რომ პოეტი ვარ, სუფრაზე სადღაც საახლობლოში ერთი ლექსი გითხარი და არ არის მეთქი ვერ ვიტყვი აქ და კი არ მერიდება კაცო, მაგრამ არ მოუხდება იმ სიტუაციას, სხვანაირი ლექსი უხდება რაღაცა, კაი გოგლა ლეონიძის რაღაცა ისეთი ლექსი უნდა თქვა და ახლა ვაიმე ჩემო თავო და აღამეშველებას რო გითხულობ სუფრაზე არ ხდება ეგ ამბავი. რამდენად ახერხებთ ოჯახი ერთად გასეირნებას ხოლმე? მეტჯერ ვისურვებდი, მაგრამ ვახერხებთ. ჩვენც დაგეხმარებით, ჩემო ლადო. კი ბატონო. რა კარგად ჩართე და ჩააკვარახჭინეთ. ჩვენი მეგობარია სანდრო, ბარ-რესტორანი დიდგორი, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის 77 ნომერში. ძალიან მაგარი გარემოა და შენთან ჩვენს ყავდა ჩვენი შვილები მიყვანილი და ძალიან კარგი გარემო, რაღაც შუა საუკუნეების სტილია, ძველი ქართული სტილი და პერსონალი ყავთ, აი არაჩვეულებრივი, მართლა ახტოვანი საოცარი გოგოა. და შენთან გამოგვატანა ასეთ 500 ლარიანი ვაუჩერი, შენ ოჯახთან ერთად შეგიძლია ნებისმიერ დროს მიბრძანდე ისიამოვნო კარგი ქართული კერძებით, კარგი ქართული სასმელებით, კარგი ქართული მუსიკით. უღრმესი მადლობა ხალხო და ძალიან დიდი მადლობა დიდგორს, აი ესეთი საჩუქარი მივიღე, აუცილებლად წავალ ჩემი. მამების დროსგან არის საჩუქარი, ეგეთი ამბავია, ხო? კი. ძალიან დიდი მადლობა მამების დროს, დიდი მადლობა ორივეს და დიდი მადლობა დიდგორს. ძალიან კარგი გარემო გელოდება, კარგი სიტუაცია. ცოლ-შვილი მყავს გურმანები სამივე და აბა რა გაგინდა. მათთვის ეს არის საუკეთესო საჩუქარი, არაფერი არ აჯობებდა. ჩვენი შვილები პატარები არიან ეგეთი. ხო, აბა უბრალოდ პირველად სხვათა შორის, აი ეგეც უნდა ვთქვა, რომ ნენე 15 წელს ხდება და ხაჭაპური არ აქვს გასინჯული. არ ქონდა, ყველი არ უყვარს კატეგორიული და ხაჭაპურიც არ უყვარს და წინა კვირას ვიყავით დიდგორში და ხაჭაპური რო დაინახა, მოეწონა ძალიან ვიზუალურად და შეჭამა. თან შეჭამა ბოლომდე. ეს რა ვიცი, რა არის აი ყველაზე დიდი აღიარება იმ ხაჭაპურის, რომ ნენემ ხაჭაპური შეჭამა და კარგი ყოფილაო. პირველივე უქმეებზე მოვდივარ, მოკლედ მეგობრებო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა დიდგორს. ნამდვილად. აუ ეს კითხვაც ქონდა წერან კი გაიხსენა, სასაცილო რაღაცა კითხვები რაც დაუსვამთ ბავშვებსო და წერან ხო არ გაიხსენებთ კიდევ სანდრო რამე წერან კი გაიხსენეთ, მაგრამ
ისეთი მონიშნული და თუ ვინიშნებთ ხოლმე ასეთ რაღაცებს? კი, რაღაცები მახსოვს. ძალიან საოცარი კითხვა დამისვა ერთხელ ლილიმ პატარა რო იყო. ეგეთი რაღაცა მითხრა რა, რომ რაღაცა კოსმოსზე ველაპარაკებოდი, რომ აი იცი რა არის, აი ხა ისინი რო ჩანს, შორს არის და ესეთია და ისეთია და რაღაცა. მზეზე ველაპარაკებოდი, რომ მზეთან სითბოს გვაძლევს თანისა, მაგრამ ახლოს რო ვინმე მივიდეს, ძალიან დაიწება. და უცებ 3 წლის ხო 4 წლის რაღაცა ესე მკითხა, რომ რატო არისო მზე ზუსტად იმ ხელაზეო, რომ თან გაგვეთბოს და თან არ დაგწვასო იმ დისტანციაზე, ანუ იმდენზე ჩვენგან დაშორებული, აი ზუსტად ეგრე როგორ არის, ხო შეიძლება ცოტა ახლოს ყოფილიყო და დავწვასო, ან ცოტა შორსო და არ გაგვეთბოსო. ზუსტად ეგრე როგორ არისო და მოწევ ხო დაუფასო. რაღაც თავიდან ბოდიალი ახსნა დავიწყე, რომ იცი რა ესე სამყარო რაღაც. მე მივხვდი, რომ ძალიან სამეცნიერო კითხვა იყო რა და მე ვუპასუხე, რომ მეთქი პირიქით არის ეგ შვილო, რომ აი ესე როა, იმიტომ ვართ ჩვენ, იმიტომ ვარცხებობთ ამ დედამიწაზე. არასოდეს მიფიქრია მაგაზე. ხო. დაფიქრებულ ხარ მიშო, რომ ზე ანუ ზუსტად იმ დისტანციაზეა, რომ არც გვწვავს, არც გვყინავს. ხო, და ძალიან საინტერესო კითხვა ძალიან. ხო და მე აუხსენი რომ პირიქით მეთქი მაგ დისტანციაზე როა, მაგიტომ ვარცხებობთ ჩვენ და მოეწონა. ხო, აი რაღაც საინტერესო კითხვებს კიდე ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე, ხო. აი ეგ პერიოდი აქტუალურს ყველაზე მაგარი პერიოდი, რომ ხო ვითომ უცნაურობს, მაგრამ იმდენად საყვარელ და კარგ კითხვებს სვამენ. რო ვიზრდებით, მე რატომ ხდებით ისეთები, როგორც ხდებით. ხო და ხო რა. აუ ის ნანობ ხოლმე უფროსი აღარ გვეკარება ეხლა და გიო პატარამ 11 წლის არის 9 ჯერ თქვი დღემდე ტვის ბურღავს დავწვევი თქვენთან და უარს რო ვეუბნები და მე ხო ეგეც მომენატრება მე მაგას რო მოდი მეთქი აქ ჩავგებუდა ჩვენ შემთხვევაში ეგრე უფროსი უკვე ხო და უმცროს ჯერ კიდე უნდა უცებ გარბის ხოლმე დრო ყველა ცუდი ეგა წარმოიდგინე ახლა დრო გარბის უცებ 20 წლის მერე პაულო მან ლილიმ YouTube-ზე ნახეს ეს პოდკასტი. რა არის თავარი სათქმელი, რაც გინდა რომ აი ამ ჩანაწერიდან გაიგო შენაშულება. რა ვიცი, პრინციპში რის თქმაც მინდა ხოლმე ვცდილობ რომ ისედაც გაიგონ ხოლმე, მაგრამ თუ ძალიან დიდი ხნის მერე ნახავენ, მინდა იცოდნენ რომ მე მჯერა რომ ისინი ძალიან მაგარი ადამიანები არიან აი მომავალში, როცა ეხლა უყურებენ ამ პოდკასტს. მაგარია და წეგან სხვადასხვა სანდრომ თქვა სუფრაზე რო ვარ და სადღეგრძელოს თხოვენ ხოლმე და სადღეგრძელოსთვის ჩვენ გვაქვს ერთი როგორი ჩაყვარა ხიდები ჩვენი მეგობარია სანდრო წყლისა და ტუმბოების სისტემების კომპანია NEMO რომელიც ძალიან მაღალი პროფესიონალი ხალხისგან შედგება და აქვთ ყველა ტიპის ტუმბო სხვათა შორის აქვთ ღვინის ტუმბოები და თაფლის ხო სწორად მახსოვს ვიშ ღვინის და თაფლის ტუმბოები ვეფხისტყაოსნის ქუჩაზეა. ტუმბო ვერ წამოვიღეთ, მაგრამ ძიმია და ვერ დავღარის და დიდია, ხო და? პატარებიც არის, მაგრამ პატარებიც არის, ხო. მაგრამ ასეთი ძალიან კარგი წითელი ნახევრადკვილი ღვინო გამოგვატანი შენთან და შეგიძლია ნებისმიერი ტიპის კარგი სადღეგრძელო თალიო შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ხო, ძალიან დაუფასე. არ ჩადოთ ეს აქ მის ჭიბეში შარულეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი სიამოვნებით ერთი კაი მამების სადღეგრძელოს ვიტყვი. მაგაზე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეგობარია და მადლობა მათ. ნამდვილად კარგი მეგობრები არის. სინჯავ დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნემოს. გაგრძელო. მოდი ეს მაინც ფავორიტი კითხვაა ჩემი ლადო და უნდა ვთქვა რა, აი სიტყვა მიყვარხარ. რამდენად ხშირია თქვენ ურთიერთობაში? შვილებთან პრინციპში. ძალიან ხშირია, ძალიან გამარჯვების მსგავსად ხშირია. მე ძალიან მიყვარს საერთოდ ხშირად ვამბობ მაგ სიტყვას, არა მხოლოდ შვილების მიმართ, მეგობრებს ვეუბნები ხშირად, ადამიანებს მართლა ვიღაცაში რომ მიყვარს და მიყვარს რომ გავუზიარო, იმიტომ რომ გონია რომ ადამიანები ძალიან ხშირად სხვადასხვა არასათანადო მიზეზებით ვიკავებთ თავს გამოხატოთ სითბო. და ამიტომ ძალიან მიყვარს ხოლმე რომ ეგ გადაოლახო რა და აი ადამიანებს უთხრა რომ ძალიან გაფასებ, ძალიან მიყვარხარ, ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ, მადლობა, რაღაცა კარგი რაღაცეები და სხვასაც რომ იმიტომ რომ მე ხო ვიცი სხვას რომ უთქვამს, განსაკუთრებით თუ შედარებით უცხოს არა ახლოს უთქვამს, ერთი კვირა დამოხტული ვარ იმითი მერე და ვაკეთებ ყველაფერს და შვილებსაც ვაჩვევ მაგას რაღაცა, რომ აი მიყვარხარ, ძალიან
აპრობირებული სიტყვაა ჩვენ აჯანყებაში. მე არასწორად დავსვი ახლა ეს კითხვა გამოვასწორე თითქოს რომ შვილებს მეთქი და არა მეუღლეს, მაგრამ რატომაც არა მეუღლესაც რამდენად ხშირად ეუნებით, იმიტომ რომ ესმით შვილებს ხო რომ მეუღლეს კი სიყვარულს უხსნი ეფერები და კარგად ექცევი, ბუნებრივია ეს აისახება. კი, ანალოგიურად, ანი მიყვარხარ. მაგარი სიტყვაა. ხო და ახლა მაშინ მაგას კითხავ, ძალიან კარგად მახსოვს ანის რო ხელით ხოვე რასაც როდის ჩაწერის დროს. დღემდე ხდება ხოლმე ვიდეო. აი ძალიან მაგარი ვიდეო. ანუ აი მანდ გამოჩნდა შენი მსახიობობა რა მაგრად შეასრულე და სხვებმა იცოდნენ? მან იცოდა, ჩემ გუნდში იცოდა ჩემმა შემდგომში მეჯვარემ გიორგი იაშვილმა, რომელიც ჩემ პირდაპირ და ჩემ გუნდში იცოდა თვითონ გიორგი მოსიძე. უნებრივია. და მთავარმა რედაქტორმა ლაშა კიბაძე, ხო. გიორგი წყალდასტურად და ლაშაც. იაშკას მერე მოიწოდა. ჩემ დამ ასევე თაკო ფოლადაშვილმა, რომელიც დარბაზში იდგა. მეტი არავინ არ იცოდა აბსოლუტურად, არც მოთამაშეებმა, არც დამსწრეებმა, არც გუნდის წევრებმა. და მან ეხლა ეგ ვიდეო კი ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ხალხს არ ახსოვს ხოლმე, რომ მანამდე ჩვენ საშემოდგომო ფინალი, ეგ არის საშემოდგომო ფინალი, რომელიც მოვიგეთ 6-3, ის თამაში აღარ არის. შემთვის ყველა საოცარი ეგ იყო, რომ ისტაბაში როგორ მოვიგეთ, როცა ვიცოდი, რომ თამაშის ბოლოს ეგ უნდა გამეკეთებინა რა, როგორ კონცენტრირდი საერთოდ თამაშზე და ამაზე, მაგრამ ხო, რაღაცნაირად მოვახერხე, ეგ ალბათ პროფესია დამეხმარა, რომ სამსახიობების ყურადღების კონცენტრაციაზე ვარჯიშობ, როცა მსახიობი ხდები ადამიანი და რაღაცა იმ მომენტში დავივიწყე ამაზე კონცენტრირდა და მე გადავერთე და აი ეგრე გავაკეთეთ, ხო? რაღაცა ჩვენი შეთავაზება იყო და ბატონმა წამყვანმა მე დაამუშავა ესეთი ლამაზი ფორმა მისცა. და გეგმა ბეთუ იყო, თქვა ცოტა ადრე რომ მოსულიყო შავი ყუთი. არა, მან უკვე თამაში დასრულებული იყო და მაგ დროს არსებობდა ესეთი დიადი კაპიტნების სტატუსი, რომელიც ჰქონდა რაფავას 4 კაპიტანს, თუ არ ვწდები. რაფავას საბაშვილს, ირინას და ბაჩანას მე მგონი. ხო, ეგრე ხარ მახსოვს. ვინმე ხო არ მავიწყდება, შეიძლება გიორგი ლომიძეს კიდე შეიძლება არ ზუსტად ამხოს და პოსტ ფაქტუმ შეუმთავაზა რომ კიდე ერთ კითხვას თუ ითამაშებთო, თქვენც დაემატებით დიად კაპიტნებსო, იმიტომ რომ უკვე ამდენი წელია თამაშობთ რა და გუნდმა მითხრა რომ მოდი ვითამაშოთ და რაღაცა და მომავალი სეზონიდან უკვე იასპარეზებთ აი ამ ლიგაში. ხო. და ხო, ეგ სიამდვილეში პირობითი ის იყო, იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიცოდი რომ იმ ლიგაში შევდიოდი და მაგაზე არ ვნერვიულობდი მაგ მომენტში, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი შედეგზე როგორ. მან რა იყო, იცი რომ სწორი პასუხისკენ წავიდნენ გოგოები, გუნდის წევრები, ნამდვილად ლაკმუსი იყო სწორი პასუხი და მაგისტვის იყო იაშკა, რომ ეთქვა რომ რამე ბეჭედი ხო არ იქნება. მე სვიტო ავიტაცე რომ ბეჭედი ხო არ იქნება. ანი საერთოდ არ უეჭვია? არა. რომ მაგრა ინერვიულეს რომ აი ძალიან ცუდ რაღაც ეხლა ეგ რო არ ყოფილიყო კაპიტნურად ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებდი, ცვლიდი აბსოლუტურად არასწორ პასუხზე. აშკარად სწორ პასუხს. იმიტომ ოტო საბაშვილი მეჩხუბა მან სანამ გაიგებდა რომ ბეჭედი იყო, ძალიან ინერვიულა იქ ჩანს კიდევაც კადრებში, აი ეგ დაიჭამა ხელები და რასაკეთებ ბიჭო, შენი ტესტია, შენი ლაკმუსია მეჩხუბება იქ რომ არ ქნა არ შეცვალო და ბიჭო, შენი ლაკმუსის ქაღალდია. სიჩუმე. გახსენე. შენი ტესტია. მაინც შეცვალე. ძალიან მაგარი. მე მიხდა, მე მეჩხუბა კიდე გული კინაღამ წამივიდა რა გამიკეთეო. რა შეიძლება? ლაკმუსი შეიძლება. მაგრამ ლაკმუსი ჰოლანდიური შეიძლება. შეიძლება. და იტალია სიჩუმე, მორჩა განხილვა. ბატონო, ვინ უპასუხებს? ანი მარდალეიშვილი. ანი. სიჩუმე. ბატონო, ანი. რა დევს შავყუთში? ლაკმუსის ქაღალდი, როგორც ნიშანი იმის. მივიღოთ ეს პასუხი. შეიძლება შეცვლა ბატონო წამო. შეცვალეთ კი ბატონო. სიჩუმე. რა დევს შავყუთში? შევცვლი მაშინ ბატონო წამო. გითხოთ რა დევს შავყუთში? შეიძლება ბეჭედი იდოს. გახსენეთ ბატონო. სანდრო. შავი ხუთი და გამოიყენეთ რაც დევს.
მე რეგავთ ნათქვამი სანდრო მაგ ამბავზე რომ ჩემი თავარი მიზანი იყო ანის გაბედნიერებაო და ისევ იქნებდივართ რომ ნუ ეს პრინციპში ცოტა არ იყო მაგრამ პატარა რაღაცითაც შეგვიძლია საყვარელი ადამიანი ბედნიერი გავხადოთ და რავი გაულამაზოთ დღე და წუთები და ასე შემდეგ ლილის და პაულოს ემოცია როგორია ამ ვიდეოს რო ნახულობ დიდათ არაფერი ჯერჯერობით მე მგონი ბოლომდე ვერ იაზრებენ რა ხდება მაგ ვიდეოში კი ერთხელ ვაჩვენე მაგრამ რაღაცა შეხედა ის არის ხო ალბათ დიდ უფრო მოეწონა ხო ალბათ მე უფრო გაია იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ ხდება ეხლა ლილის საერთოდ რაღაცა ქორწინება ხელის თხოვნა რა დიდათ საერთოდ არ აინტერესებს პაულოს მით უმეტეს ხო ხო და პაულოს და ლილის აინტერესებთ კარგი ნაყინი ჩვენი მეგობარია გურჯაანის ნაყინი რომელიც 2 წელია გვერდში გვიდგას და ყველანაირად გვეხმარება და ძალიან დიდი მადლობა მათ არა მარტო ჩვენი გვერდში დგომისთვის იმ გემრიელი ნაყინისთვის რომელიც მეცაც გეტყვი რა ხან ესეთ კარგ გადაცემას ეხმარებიან და გვერდში უდგანან მეც გავუწევ რეკლამას იმიტომ რომ წელს მე მგონი პირველად იწყებენ ჩამოსასხმელი ნაყინის წარმოებასაც მე იმით რატო ვიცი როგორც კი ზაფხული ახლოვდება ჩემ ოჯახში დგება საკითხი იშოვე გურჯაანის ნაყინი აი ხო ეგ და ცოტა ხო ეს დღეს ვეძებეთ მეგობრული შენიშვნა ხო და ერთი რაღაც ანუ უბნის მაღაზიებშია ხოლმე დიდ ქსელებში არის მაგრამ ეხა არ დავასახელებ კონკრეტულად რომელ მარკეტებში მაგრამ ყველგან არ არის ყველგან არ არის კი იმიტომ რაღაცა მიწევს ხოლმე კონკრეტულ ადგილას მივიდე ვიყიდო ერთი 100 ცალი და მოვიტანა სახში რომ ზაფხულში რაღაცა პერიოდი აი განსხვავებული მართლა განსხვავებული გემოვდა მართლა ერთ-ერთი ყველაზე კაი იმიტომ რომ აი სულ გურჯაანის ნაყინს ითხოვენ ჩემ ეგ უფრო ქსელების რაღაც მაიმუნობის ამბავი არ ვიცი მაგრამ გურჯაანის ნაყინი რო გემრიელია მადლობა გურჯაანის ნაყინს მე ჩამოსასხმელი განსაკუთრებულად მიყვარს და ძალიან გამიხარდა ეგ სიახლე თამაში გვაქვს ეგეთი აუ თამაშები მიყვარს ლიტერატურული მშობელთა კრება რომელსაც უძღვება ალექსანდრე და თითოეული მონაწილე უნდა შეაფასოს კრიტერიუმებით როგორი მამა იქნებოდა აბა ვა საინტერესო დაცხემიშო როგორი მამა იქნებოდა თქვენი აზრით პატივცემული დონ კიხოტი დონ კიხოტი ჩემი აზრით ძალიან კარგი მამა იქნებოდა რომ დასცლოდა ეგ ამბავი რომ მოსწეოდა მგონია რატო ერთი აქვს ძალიან დიდარი ფანტაზია და შვილთან შეძლებდა ძალიან კარგად თამაშს. ბავშვებს რაც აქვთ დონ კიხოტური ფანტაზია, რომ შეუძლიათ წარმოიდგინონ ცხვრის ფარა დიდი არმია. ხო? აი დონ კიხოტი თამაში კარგად აყვებოდა. ასევე დონ კიხოტი არის ძალიან განათლებული ადამიანი და უამრავი წიგნი აქვს წაკითხული და ამასაც კარგად გაუზიარებდა. არის ძალიან პატიოსანი. დონ კიხოტის მთელი ჭყალებში უბედურება ხო ის არის რომ მისი დროისთვის ზედმეტად რაინდი და პატიოსანია და ეს ყველაფერი ჩემი სერვანტესმა იმიტომ გადმოსცა ესეთი გაშარჟებული ვარიანტით რომ აი ამ ფონზე როდესაც უკვე დაიკარგა ეს რაინდული ღირსება რაინდი მოსჩანს უკვე შეშლილად რომელსაც ეჩვენება რაღაცეები ხო აი რაღაცა ეგეთის ამიტომ მგონია რომ ამობაში ძალიან კარგი იქნებოდა და შეიძლება ეს თავისი შეშლილობები ამაში გადაეთარგმნა და როგორი მამა იქნებოდა შერლოკ ჰოლმსი აუ ძალიან ცუდი თუ ვერ გამოპარებდი ტყუილს ეგ რა ის არის ჯერ ვახედავ დავიწყო სკოლიდან რომ მოდიხარ და შენ საყელოზე გატყობ რომ ორიანი მიიღე ხო ნუ ჯერ ერთი ცუდი იმიტომ რომ რაღაც სოციალური უნარები საერთოდ არ ჰქონდა და მამ აღზრდაში საერთოდ არ ჩაერთვებოდა ასე მგონა ეგეთ მამები რო არიან თავის იმაში რო არიციან შვილი რომელ კლასშია აი რაღაც ეგეთი მაგას მე შეხედავდა და მიხვდებოდა ხო მიხვდებოდა კი მაგრამ ცოტნით არ ეცოდა შეიძლება სახელები არ ეოდა შვილი კი ხო შეიძლება ეგრე რო დაიბა ეს მაგარი უჯიშო გაიგება თავიდან ეგრე მიხვდარი ხო შემდეგი ყოს ის კვაჭანტირაძე კვაჭანტირაძე როგორი მამა იქნებოდა იცი ყველას ეგონებოდა რომ კარგი მამა მაგრამ არ იქნებოდა ხო გარეთ იტყოდნენ რომ ეს საოცარი მამაა კაცო მაგრამ სინამდვილეში ხო არა ჰარი პოტერი აღწერილია როგორც კარგი მამა ხო კი აი მithumetes იმ გაგრძელებაში პიესა რო დაწერეს ძალიან ცუდი პიესა არის სხვათა შორის ეს მაგრამ მიკითხავს ხო აი ეს გადარჩენილი ბავშვი კი არა და დაწყევლილი ბავშვი მაგრამ არა, კარგი მამა იქნებოდა თავისი პირადი გამოცდილებით, თავისი იმითი რომ ობლად გაიზარდა
მე მგონია მაგ ყველაფერს იმაში გადაიტანდა, რომ ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამა იქნებოდა, კი. ობოშურებთან ერთად ფოკუსების გაკეთება რა იქნებოდა. თუმცა მეზობელი როკავს და ბაღაკათრო ეგრე შეგვეძლოს რა კაია. შემდეგი. ჩემჯერია? წილად ხვდა პატივი რომ დავასახელო როგორი მამა იქნებოდა კარლსონი. ლადო? კარლსონი იქნებოდა არ იქნებოდა კარგი მამა, პირდაპირ. მე მეცაც გეთ, ჩემეთ კარლსონი არ იქნებოდა მამა. არც იქნებოდა და კარგი მამაც არ იქნებოდა. იმიტომ რომ ეგოისტი ტიპია. კარლსონი იქნებოდა კარგი ბიძა. კარგი ბიძა, კი ბატონო. ხო, იცი, ბიძის არქეტიპი რომ მოდის რომ იხულიგნოს რა. ხო, მიდი მამა შენი ვერ ხედავს და გააფუჭა, ეგეთი ტიპი იქნებოდა. თუმცა რაღაცებს მაინც ცოტა ხულიგნობს, მაგრამ ძმისშვილებს თუ ანდიშვილებს ასწავლედა და აი შვილებისთვის ვერ იქნება. კარგი ქმარი მით უმეტეს ვერ იქნებოდა. ხალასჭაკი ბიძები რო არიან ხო? ხო, აი სტრატეგიები იქნებოდა. კი ბოლოს რო ფრეკენბოქს მოიყვანდა ცოტა. შეიძლება ცოტაც არ მოიყვანა და გაივლო ერთი-ორი გაეგულაო. ლუარსაბი ეგ როგორი სევდიანი ამბავია რა ლუარსაბს რო შვილი რო უნდა. რა საინტერესო ნახ გადავუხვიე, მაგრამ სულ აი მაგაზე ვფიქრობ ხოლმე. რა მაგარია ილია რო ძალიან ხშირად იძახიან ხოლმე და მე ძალიან მწყინს ეგ ორი ნაბიჯით იქით გადავედი, მაგრამ ილიას დამსახურებებს შორის უკანა პლანზე წევენ ხოლმე ლიტერატურულ დამსახურებებს რა. ბევრჯერ გამიგია რომ დიდებული ადამიანია, საერო მოღვაწე, მართალი რაღაცა მოწამე ისა, მაგრამ ნუ ეხლა როგორც პოეტი ისეთი არა, როგორც მწერალი დიდებული ლიტერატორია, დიდებული მწერალი და პოეტია ჩემთვის. და კაცია ადამიანი. თელი ნაწარმოები არის ეს რაღაცა რაბლესეული სატირა, ხო? სადაც ჩვენ აი გზიზღდება თან, აი გეზარება ეს ამათი მცონარობა, ეს ამათი და რანაირი სევდა შემოაქვს ბოლოში შვილთან მიმართებაში. სად გაიაზრებენ, რომ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და მთავარი, არა ბოზბაში, არა თართი და ორაგული, არამედ აი ის რაც ვერ მიიღეს და თან როგორი მეტაფორა არის მანდაც, ხო? ჩადებ როგორი ეს არის, რომ აი არ ეკუთვნის ესეთ საზოგადოებას მომავალი. ხო, ეგეც ესეთ ქვეყანას მომავალი, ხა აუცილებლად იმას კი არა, რომ საქართველოს იგულისხმა მაშინ. აი და ჟუანტელმა დამია. ხო, რა, აი თუ შენ არ ქმნი, მანამდე მაშინ არ გეკუთვნის მომავალი რა და ალბათ მაგაზე უტევდა და აი ძალიან სევდიანია. მე მგონია რომ მომხდარ იყო ეგეთ ბედნიერი ფაქტი და გასჩენოდათ შვილი, მათი კათარზისი მოხდებოდა. და ლუარსაბი და დარეჯანი ამოტრიალდებოდნენ როგორც პერსონაჟები და შვილი შეცვლიდა მათ, ასე მგონია. ძალიან დიდი მოგონა ეგეთი პასუხი. ხო. როგორი მოქმედა, არ მიგვი. აი ასე არ დავფიქრებულა ახლა როგორც სანდრო თქვა რომ მეტაფორაა რომ თუ არ ქმნი არ ახარ განწირო არ ახარ მზად იმისთვის რომ მომავალი გქონდეს ღირსი არ ახარ მომავალი ხო და განზოგადება შეიძლება მაგის სრულიად საზოგადოება ხო მაგაზე მაგ კუთხით არ მიფიქრია ნამდვილად კონდეს ხო მოგწერე წინა კვირაში რატომაც აი რანაირად შეიძლება გაგეღვიძოს და მომინდა რომ ოღონდ არ ვამეტებ ხო მოგწერე ქვათა ღაღადის წაკითხო დაუჯექი და წავიკითხე და კიდევ ერთხელ გაუბრაზდი რაღაცეებზე კი წავით ახლა ჩვენი ბარონ მიუნჰაუზენი როგორი მამა იქნებოდა აუ ბარონ მიუნჰაუზენი იქნებოდა ცოლს გაშორებული მამა ცალკე რო ცხოვრობს მაგრამ ბავშვს ყოველთვის უხარია მისი მოსვლა ჯიბიც არის ხო რაღაცას მოუტანს ისეც რომ თითქოს საოცრება მოუტანა, მაგრამ სინამდვილეში იქვე მოგლიჯა ვარდი გულებით ეზოში და კოპუში ასლის წინ და რაღაცა სათამაშო წაართვა ბავშვი რაღაცას. და მიუტანა და მოუყვებოდა საოცარ ამბებს, რა თქმა უნდა და ბავშვი იქნებოდა, ბავშვს ეყარებოდა დედაზე მეტად. არა და დედა გაზდიდა. აუ გებრიელი პასუხია ესეც. და ბოლოს როგორი მამა იქნებოდა ზურიკელა. ზურიკელა კარგი მამა იქნებოდა. ზურიკელა კარგი ხო ესეთი ძალიან ალალი ბიჭია. კარგი ბიჭია და თვითონაც ბებია რო ზრდის. და აი ესეთი მე მგონია რომ ზურიკელაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ერთ-ერთი არის უფროსების პატივისცემა. რო შეუძლია რომ იმეგობროს მოხუც კაცებთან, ხო? ეგ ხო ძალიან მიუთითებს მის ადამიანობაზე.
მე აი როგორი რაღაცა სიყვარული ძალიან ალალი და სუფთა ადამიანია და მგონია რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა. წარმომიდგენია, ვხედავ დუმბაძისავე დაწერილ ზურიკელას ამბავს ოღონდ დიდობაში. შვილებთან აი კარგი დუმბაძისეული ამბავი გამოვიდა და მაქედანაც ასე. კი, გამოვიდა და ნამდვილად. აუ ბებო ვისაც უყვარს და ბებოს ვინც პატივისცემს გონია რომ ყველა კარგი ადამიანია ეს. მიშოს ქონდა ძალიან კარგი იდეა, რომლის გამოც რატომღაც ძალიან დიდი ბულინგის სფეროები გახდა. პარლამენტში შეიტანა ეს იდეა და განიხილეს უარეთქეს, ანუ უნდა და ბებიების დღე ყოფილიყო. სესილიას დაბადების დღე არის სექტემბერში და მეთქი სესილიას დაბადების დღე ვაქციოთ ბებიის დღე. რატო არა კაცო? პარლამენტთან დიდ კაცთან პატარა კაცო არა განხილვაზე ითქვა რომ ბაბუემ არა დააშავს ერთი იყო და იყოს ბაბუებისაც ბებია ბაბუების ისეთი დღეები გვაქვს ხო ბებია ბაბუამ რა დაგვიშავეს რო არის არა ძალიან კაი იქნება მე ძალიან ვწუხარ ხოლმე ამერიკაში ეგეთი დღე და მეთქი იმათ თუ ჩვენ ხონდეს როცა ვხედავ აი ხო ევროპაში განსაკუთრებით აი პაბები მიყვარს ძალიან და ინგლისში როცა ვარ ხოლმე მოხუცები რო შეხედან და პაბში რო შედიხარ ახალგაზრდებით რო შეხედან მოხუცებით ჩვეულებრივად იკრიბებიან ანუ მოკლედ სოციალიზაციას რო ხედავ ხოლმე მოხუცების პარკებში დადიან რაღაცა ზოგ სიარული არ შეუძლია და ეტლით გადაადგილდება ზოგი აი იმითი ხო წიროგი საყრდენი რაღაცა მაგრამ სოციალურები არიან და სულ მინდა ხოლმე რომ საქართველოში რაიმე სივრცე შევქმნა ოღონდ არა ვთქვათ რაღაცა შემწეობის ფორმით არამედ აი მოვიდნენ და აი რაც უყვართ ხო აი მაგალითად იყოს პაბი რა აი პაბს თუ გავაკეთებ ოდესმე ერთ დღეს აუცილებლად ერთ საღამოს გავაკეთებ მაგისას რომ იმათი პერიოდის ფილმები გავუშვა იმათ პერიოდის მუსიკა ჩართო იმიტომ რომ ეხა კი შეიძლება მოვიდეს ადგეს და პაბში მაგრამ ну ის არ უყვარს ეხა რაც უყვარს ის ხო შეიძლება დაახვედრო და მგონია რომ ძალიან სასიამოვნოა გარდა ამისა ჩვენთან თითქოს აი მშობლების თაობაა ძირითადად ჩვენი მშობლების ან ბებია ბაბუების რომ არა შვილი იქ ხო არ წავლა შვილიშვილს მოვაკლებ შვილს მოვაკლებ ანუ საკუთარი თავის მიმართ ზრუნვის რთული ცხოვრება ქონა კი დანაშაული გონიათ რომ საკუთარ თავს რაღაცა პატივის ცენ აბერამი გადაიტანეს ეხა წარმოიდგინე ჯერმარტო 90-იანებით მე რო ვფიქრობ ხოლმე რომ 90-იანებში უყოფილიყავი მშობელი გავიჟდებოდი ჩვენს მშობლებს 10 მაგათ პატივს ზუსტად იმიტომ რომ რანაირად უნდა გადაატანინო ის მახსენდება ხოლმე რობერტო ბენინის ფილმი ხო იცი ცხოვრება მშვენიერია რომ აი მართლა ეგრე წარმომიდგენია რა რომ აი დედაჩემს ეგეთ დამოკიდებულება ჰქონდა ხოლმე ჩემ მიმართ რომ ის გარეშე საფრთხეები და გარეშე სიბინძურე რომ დაემალა ჩემგან აი რაღაცა სამყაროს ქმნიდა ჩემთვის ხო ახლა ჩვენთან ახლა სულამში ნაკლებად იყო იმ ხელად დიდი პრობლემა რაც თქვა თბილისში ჰქონდა თბილისში ძალიან თბილისში ახლა რაც მომისმენია წამიკითხავს და მინახავს აი კატასტროფა იყო რეგიონი სოფლის ნობათ იყო ხოლმე ჩვენთვის ისა რაღაცა კათარზისი თუ რა თუ ქვია იმიტომ რომ არ იყო რა მე მახსოვს კაც ბავშვობიდან ძალიან კაფიო კადრები მახსოვს რაღაცეები რა მახსოვს ჩემ სადარბაზოზე მოყენებული ბეტეერი მაგალითად ანუ ეხლანდელ ბავშვს ხო ეგეთი რამე არ ექნება საქართველოში არის მახსოვს რომ ფანდიდან გადავიხარ კონიაკის დასახლებაზე აუჭალისკენ შეიძლება მეგობარს მოვაკითხა ბეტეერი ხო არაფერი მე შემეშინდა მაგრამ ისეთი არაფერი რაღაცა ჩამოიარა აუ ისინი დავაყაჩავო და ჩემი ძმა იბრძოდა თვითონ ხა აფხაზეთში და მახსოვს რაღაცა აი ერთხელ ჩამოვიდნენ სანამ დაბრუნდებოდნენ რაღაცა ეს იარაღებით ისინი მახსოვს რომ რაღაცა აკაემი დო ხოლმე ჩემი იმის გარდრობის თავზე სანამ მომიდასრულდებოდა ჯიბები ტყუიები თქონა ხოლმე სავსე კი და ეზოში სადაც არ უნდა მიწაზე 10 მეტრი გადაგედგა ფეხით იმებს იპოვიდი რა ვაზნებს მეცაც გეტყვი ჭია კოკონას რო ვიყიდით ხოლმე ტყუიებს ყიდით რამხელა საშიში იყო მაგრამ ნუ რავი ჩვეულებრივი ამბავი იყო უბრალოდ ვიცოდით რომ ჩააგდებ გვერდზე დადეკი ის გვერდზე დადეკი მაგრამ საიწავა ტყუია ხო არის მაგ დროს რომ მშობელი ხარ ბავშვს რო ეზოში უშვებ ხო ხა ჩვენი გასართობი ეზოში ჩასვლა იყო და აი თან რო იცი რომ იქ ტყუები ყრია იქ შპრიცები ყრია ისვრიან იქ ვიღაცას რაღაცა ხო მადლობა ჩვენ შოულებს რომ შეძლეს და ადამიანებად გავგზარდეს მართლა ძალიან გმირები ხართ ნამდვილად და მადლობა სტუმარი გამოდის თუ მასპინძელი სტუმარ მასპინძელს
ჩვენი სტუმარ მასპინძლობის ძალიან გემრიელი დიალოგი გამოგვივიდა რა. ძალიან მესიამოვნა მეც ეს გადაცემის მიღმაც შევიკრიბოთ დიდ გორში ნემოთი დავლიოთ ნემო და მე დავაყოლოთ გურჯაანის ნაკრები. კეთილი და პატიოსანი. მადლობა. დროებით. მადლობა სანდროს და მადლობა ხალხო თუ გამოიწერთ ჩვენ არხს. აბაჰე და აბაჰო.